როკვებით ხა მანდიბულურში რეტრომოლარული მიდამო უნდა იცოდე რომ გკითხავთ მაგრამ უკვე რო გკითხავ აბა მანდიბულური ანესთეზიის ტექნიკა ვიწყებ იგივე სქემა რაც ზედაზე პირველი ვამბობთ თუ ამ ანესთეზიისთვის საჭიროა პირი როგორ გააღოს დრო სხვანაირად ანესთეზიას აზრია რაც სწორად ვერ გააკეთებ ვერც ხელში მოხდები ვერც ღარში და ვერსად გავიგეთ ამიტომ თუ რომელიმე ანესთეზიაზე წერია პირი მსუბუქად ტუბერულზე პირი ფართოდ ხო პალატინურზე ფართოდ თავი გადაწეული ესენი თუ სწორად არ დაიწყე რაც უნდა 2.5-ზე შეხვიდე 3 მილილიტრი დაღვარო ძალზე იცოცხლო იქ არ ხარ მისული უბრალოდ იმიტომ რომ ეს გათვალისწინებულია მიხვდით ამიტომ სქემა იგივეა პირს როგორ აღებს შპრიცი როგორ გვიჭირავს რა ტექნიკით მივდივართ რა მიმართულებით რა სიღრმეზე შეხვალ რამდენ მილილიტრი რამდენ ხანს ელოდები ეგეც მნიშვნელოვანია და გაუტკივარების ზონა ბოლოს მანდიბულურს რამდენ ხანს ველოდებით 15 ხდება ვიღაცას 10 წუთში დადგეს მაგრამ შეამოწმე თუ არ არის და 10 5 წუთი ვიღაცა წვარ გეკიდება ვიღაცასთან 20 წუთი გასაგებია ეხლა ტექნიკა მანდიბულურის დროს პირი როგორ არის ღია ფართო ეგ დავიხსენოთ თუ ძალიან ბევრ პაციენტში ვიყენებთ მანდიბულურს ან ფართოდ რო აღებს პირს ხა შემდეგი ძირითადი რეგიონული ანესთეზია ქვედაყბაზე ეს გახლავთ ტოროსალური სულ ერთია ესეთი სახელწოდება აქვს ტოროსული ანესთეზია შემდეგ ვამბობ რომ ამ დროს ითიშება 3 ნერვი მანდიბულურის დროს რომელი ითიშებოდა ქვედა ალვეოლური ქვედა ენის ვამატებთ რომელი მხრიდან ლოყის მხრიდან რადგან ეს აი ნახეთ ტოროსული ანესთეზიის დროს ითიშება 3 ნერვი ქვედა ალვეოლური ენის და ლოყის ამ ანესთეზიას დამატება სხვა ანესთეზიის არ სჭირდება ტორუს იცით რას ნიშნავს ტორუს ლათინურიდან რომ გადმოვთარგმნოთ ანატომიიდან რომ გადმოვთარგმნოთ ტორუს მანდიბულა ქვედაყბაა ხო ხო მანდიბულა ქვედაყბა მაქსილარის ზედაყბა ტორუს არის შემაღლება გონე გაგახსენდეთ თქვენ ანუ აქ იგულისხმება ტორუსული ანესთეზია კეთდება ქვედაყბის შემაღლებაზე ესე იგი ამიტომ დაარქვეს ტორუს ტუბერული ბორცვია ტუბე ანუ ანესთეზიის სახელებიც მაქედან არის ესე იგი ქვედაყბის შემაღლებაზე პაციენტი რა მოთხოვნა ეხლა ტორუსული რომ გააკეთო უნდა შეეძლოს პაციენტს პირის გაღება მაქსიმალურად ნახეთ ხვერთი და იგივეს ნიშნავს ფართოდ მაგრამ ნახეთ აი სხვა თემაზე რომ ვსჯელობდეთ ეხლა ჩვენ და შენ თქვა რომ მე მაქსიმალისტი ვარ ეს ნიშნავს რომ აი ბოლო წერტილამდე შენ რაღაცას გაყვები ხო სწორია მაგრამ ვიღაცას აი მაქსიმალისტი არ არის მაგრამ ოპტიმალურად ცდილობს რომ მიხვდით განსხვავებას თუ სიტყვა ეხა ერთმანეთს გავს თამაშივით არის რა პაციენტი პირს უნდა აღებდეს ესე იგი მანდიბულურის დროს რო აღებს ფართოდ იმაზე მეტად ანუ რაც მაქსიმალურია სხვა ეხა რატო გჭირდება რომ მაქსიმალურად აღებდეს პირს იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ პირს მაქსიმალურად აღებს ეს 3 ნერვი ქვედა ალვეოლური ენის ნერვი და ლოყის ნერვი ერთმანეთის გვერდით განლაგდება ქვედაყბის შემაღლებაზე თუ ვერ აღებს არ არის 3 ნერვი იმ შემაღლებაზე განლაგებული ანუ ლოყის ნერვი იქ არ მოხვდება მიხვდით ანუ მაშინ მანდიბულური გააკეთო რა მანდიბულური გამოგივა იმას სხვა ტექნიკა აქვს მაგრამ არც ის არ გამოგივა მიხვდით რისი თქმა მინდა ქვედაყბის შემაღლებაზე 3 ნერვი ერთდროულად აი ერთმანეთის გვერდით განლაგდება მხოლოდ მაშინ თუ პაციენტს შეუძლია პირის მაქსიმალურად გაღება მე ხლა რომ თხოვ ვერ გავაღებ მაქსიმალურად დაწაფული მაქვს სახსრებით ხელშეძლო ვლაპარაკობდი თანკბილვებს გააჩნია ვისაც თანკბილვის ანომალია აქვს და არასწორი თანკბილვა ის მაქსიმალურად პირს ვერ აღებს ღრმა თანკბილვა ჯვარი დინეხია მიხვდით ვისაც სახსარში პრობლემა აქვს ართრიტი ართროზის დისფუნქცია კაცუნი ის შანსია რა მაქსიმალურად რო ძალით არ უნდა გააღებინო შეიძლება ამოვარდეს ყბა
ანუ მას რაც შეუძლია რომ ნახა იმის მეტი ახლა იდეგიერა პირის გამღები თუ გააღებინა ამოუგდებ ქვედაყბას მიხდით რომ ნახე რომ ვერ აღებს ამაზე მეტად დაანები ხა მეტი აღარ მიჩი ვერ გააღებს გასაგებია ხო ერთი რამე იცოდე თუ თქვენ პაციენტს აქვს სახსრის პრობლემა კაცუნი შრიალი ხმაური ან მიხდით მაშინ ის ვერ გაკეთებს მაქსიმალურად ტორუსს ვერ გააკეთებ მიხდი მანდიბულური დაირჩიო მაშინ ან კიდე შეიძლება ჯერ კაცუნი არ აქვს თანკბილვას რომ ნახავ როცა არის ღრმა თანკბილვა ჯვარედინი ღია რაღაცა იმას ისედაც პრობლემა აქვს უკვე ბავშვების სახსრაში და ამიტომ ვერ გააღებს ეს გავითვალისწინოთ და რატო გჭირდება ვიცით ამის ახლა აქამდე რაც თქვი ვისწავლეთ ხო შენ ფოტომოდელად ხო არ მუშაობ ესე იგი სხვა შემთხვევაში სამი ნერვი ვერ მოხდება შემაღლება ეხლა ქვედაყბის შემაღლება სად არის აი ეგ არის საინტერესო შემაღლება ყველა სტუდენტს და ადამიანს სახელი გეუბნება რომ თითქოს ასე ბორცვივით უნდა იყოს ხო ამ დროს პირიქით არ არის ეს ამობურცული აი როგორც ეს გეგონიათ ქვედაყბის ყელი ეს არის ამონაჭდევი და ყელი რა გითხარით აი ეს არის აი ყელის ღარი ხო ეს იყო მანდიბულურის დროს ეხლა მე აქ გავაფერადე ერთ მხარეს მოგიმაგინე გავაფერადოთ რომ ფორმა მივცე არა და ამ დროს ჩაწეულივით უფროა მაგრამ ესე დაგამახსოვრებ ეს რა არის აგერ ამობურცული როა ნაქი ქვედაყბის შემაღლება მდებარეობს ნაქის სად წინ და ქვევით თუ ზევით დააკვირდით ქვედაყბის შემაღლება არ დაიზეპიროთ სად ყოფილა ნაქის ხო წინ ზევით ქვევით უკან ამას როგორ დასაზეპირებელია თავის ქალა წარმოიდგინეთ რა ქვია ქვედაყბა მამა ინტერესებს რომელი სახე ქვა ნაქის წინ და ზევით წინ და ზევით აი ეს მოდი აი ეს ადგილია აი ეს აი თითი ნახეთ პირიქით ამ დროს ჩაღრმავებულივითაა ხო ჩაღრმავებული მაგრამ ტექნიკაზე ესე იგი პაციენტს პირი აქვს ფართოდ ღია სანამ ტექნიკაზე გადავა აი აქ ვინმეს ახსოვს რა ნაოჭი გადის აი ესე მიდის აქ უმაგდება კუთხეს შიგნიდან და ძაბრის ფორმა აქვს ძაბრი ხო გინახავთ ვინო წყალი რაღაცა ჩაგესხიათ ვინო არ გიყვართ სასმელი кейფი არ გიყვართ მე რას ვავთ რომელ სასმელებს სპირტიანს თუ ღვინოს აჰა მაგრამ ძაბრი დაგჭირდებოდათ ძაბრის ფორმა ვიცით იმ რაღაცას ძაბრის ფორმა აქვს შიგნით ნახე ესე მიდის და უმაგდება კუთხეს ქვედაყბის კუთხეს შიგნიდან უმაგდება ამას ქვიათ აი ხა რომ არ დავაღამოთ აქ ფრთა ქვედაყბის ნაოჭი ფრთა ქვედაყბის ნაოჭი პირი მაქსიმალურად როა ღია თითით რო ჩაყვები აი როგორც ზონარი თითქოს ისია ხოლმე ეს ნაოჭი თითით ხდი ისე ვერა სუბუქად გაღებულზე მაგრამ მაგალითად რო გააღებს პირს აი თითით ესე რო ჩაყვები რეტრომოლარულად აი ეს ზედა ქვედაყბილებიდან ბავშვებო აი ესე რო ჩაყვები რა იქ მთლიანიც არა ვარ მომიტანე აი ესე თითს რო ჩაყოლებ ეს ნაოჭი როგორც ზონარი ხო იცით ზონარი აი ეს მომიტანე აი აქ ასე ჩავყვები აი ესე ბოლო მოლარი ზედა ქვედ აი ესე და აქ როგორც ნაოჭი აი ესე ხო ამ კიდეს კი არ მიყვება აი ესე შიგნით მიდის და აქ უმაგდება რა ვთქვი კუ რომელი მხრიდან აი აქ უმაგდება გარედან კი არ არის ნაოჭი ანუ ესე მიდის და უმაგდება აი ესეთი ესეა ესე კი არა შიგნიდან უმაგდება კუთხეს ანუ დაყოფილა ფრთა ქვედაყბის ნაოჭი სხვათა შორის ბავშვებო ეს ნაოჭი სისქით ინდივიდუალურია ადამიანებში 0.25-დან ან ზოგს უფრო ვიწრო აქვს ზოგს უფრო სქელი და განიერი მიხვდით ეს ნაოჭის სისქე ჩვენ ყველა ახლა რო გაქვს ინდუსტრიაც დაგჭირდეს ხო შეიძლება ჩემთან სქელია თქვენთან უფრო ვიწრო ვიღაცასთან უფრო ცოტა გავიგეთ ეს მჭირდება და იმიტომ თქვი ეხლა დავიწყე უკვე ტექნიკა რადგან ეს ნაოჭი ვიცი ესე იგი შპრიცი მაქსიმალურად გააღო პირი შპრიცი მიჭირავს
მოპირდაპირე მხარეს იცი რა მინდა ზედაღვის კბილებიც მინდა ესე რომ დავადო მე კაცო ამის სამულაჟი მქონდა ვამაგრებდი და საჩანდავაში წავიდა ჩემი ოთახი არ უნდა დავტოვო მე ესე მირჩენია აი ესე ჯუბია ესე მინდა რომ დაგანახოთ ნახე პირი არის მაქსიმალურად ღია არ მინდა ეს ჩემი ქვედაღმა მჭირდება შპრიცი მიჭირავს მოპირდაპირე მხარეს მოლარების საღეჭის ზედაპირის დონეზე მაშინ სად ვიჭერდი აი ესე პრემოლარების და ეხლა მოლარების ეხლა რა უნდა ჩაუშვა იცით აქ იცით ეს რისი ბრალია ჩემი ზედა თავის ქალა რო არ წამოვიღე აი ნახეთ ეხლა რა მინდა რომ დაგანახოთ დედა მესამე ხელი მჭირდება მოდი დამიჭირე თორე მე არა მაქვს იცი როგორ დამიჭირე და მე შენ სანკე დაგანახებ აი ესე დამიჭირე შვილო არა არის ნერვიულო რომს გაგეშვას დახარე ცოტა რომ შევახედო ესე იგი შპრიცი მიჭირავს ბოლო ანუ მოლარების საღეჭის ზედაპირის დონეზე და ზედა ბოლო მოლარის ნახეთ ხო ქვედაყბის ანესთეზია მაგრამ ორიენტირად ვიღებ ზედა ბოლო მოლარის საღეჭის ზედაპირიდან 0.5 სანტიმეტრით ქვემოთ ეს რა ნაოჭია თაქვედაყბის ნაოჭის რომელ კიდეზე უჩხვლიტავ წინა არ ქვია ან შიგნითა ან გარეთა აი შიგნითა კიდე ანუ გარეთა ანუ რომელი კიდეა ლატერალური ესე იგი ჩხლეტას შპრიცს ვათავსებ საპირისპირო მხარეს მოლარების საღეჭის ზედაპირის დონეზე ჩხლეტას ვაკეთებ ზედა ბოლო მოლარის საღეჭის ზედაპირიდან 0.5 სანტიმეტრით ქვევით თაქვედაყბის ნაოჭის გარეთა ანუ ლატერალურ კიდეზე აი ეს გავჩხლიტავ და თანდათან დავიწყებ დაღვრას და მივდივარ სანამ არ შევეხები რას ძვალს ანუ ქვედაყბის შემაღლებაზე უნდა შევიდე ეს დაახლოებით 0.25-დან 2 სანტიმეტრამდე შეიძლება შეხვიდე. გააჩნია რომელ ადამიანს რამხელა აქვს თაქვედაყბის ნაოჭი. როგორ მიხვდები იცი? ძვალს უნდა შეეხო. შეიძლება 1 სანტიმეტრზე შევედი, შევეხე ძვალს, 0.5-ზე შევედი, შევეხე ძვალს, 0.25, ანუ ვიღაცას ძალიან ვიწრო ნაოჭი აქვს. 0.25-ზე შევედი და უკვე ძვალს შევეხე. გასაგებია ბავშვებო? აი ესე იგი შპრიცი მიჭირავს მოლარების საღეჭის ზედაპირის დონეზე. ჩხლეტას ვაკეთებთ, ნახე, ბოლო მოლარის, რომელიცაა ბოლო მესამე თუ მეორე არა აქვს ბავშვებო მნიშვნელობა. ბოლო მოლარის საღეჭის ზედაპირიდან, ყელიდან არა, 0.5 გადმოვზომე, უკვე შემაღლებასთან ვიქნები. ჩხლეტა გავაკეთებ თაქვედაყბის ნაოჭის გარეთა, ანუ ლატერალურ კიდეზე. დავიწყე დაღვრა, შევედი 0.25-დან 2 სანტიმეტრამდე და სადავარ უკვე ქვედაყბის შემაღლებაში, ჩაღრმება, ქვედაყბის შემაღლებაზე. დავღვრე 2 მილilitrამდე ანესთეტიკს. გაიწიე, ეხლა ნახეთ რას ვაკეთებ. ამ დროს გაითიშება ქვედა ალვეოლური ნერვი და ლოყის ნერვი. ლოყის ნერვი. ნელ-ნელა გამოვდივარ, ნელ-ნელა და გამოსვლამდე 1 მილილიც კიდე დავღვრი და ენის ნერვი გაითიშება. გასაგებია, სულ 3 მილილიტრი ყველა ვარია. პროსული ანესთეზია დაახლოებით 5 წუთში დადგება და გაუტკივარ და მთლიანად იმ მხარეს ქვედაყბის ნახევარი. ნახეთ რას გულისხმობ ნახევარში. მოლარები, პრემოლარები, ეშვი, ფრონტალური ან გვერდითი საჭრელი, ცენტრალური საჭრელი, ნუ ეს ოდნავ შეიძლება უფრო სუსტად, ოდნავ ვიდრე მოლარები, პრემოლარები, მაგრამ ნახევარის აბსოლუტურად გაუტკივარ და კბილები, ალვეოლური მორჩი, ღრძილი, ლორწოვანი ორივე მხრიდან, როგორც ვესტიბულური, ანუ ლოყის, ასევე ორალური, ანუ ენის მხრიდან. ქვედა ტუჩის ნახევარი, აი ესა, ენის წვერი, ენის გვერდითი კიდე. ზურგი არა, ენის სხეული არა. მიხვდით? ანუ ეს ტოროსული ანესთეზია. ოღონდ ტოროსულ ანესთეზიას ვერ გავაკეთებ, თუ პაციენტს მაქსიმალურად პირის გაღება არ შეუძლია. სად ყოფილა ქვედაყბის შემაღლება? აი ნაქი, აი გამობერი. ნაქის წინ და ზევით. აი შემაღლება ბავშვებო, არ გეგონოთ ბორცვი. წესით ეხლა მეც რომ მითხრა შემაღლებაზე მოდიო, მაღალ ადგილს მოვძებნი რაღაცას დასავით, მაგრამ ანატომიაში ესე არის რა. გავიგეთ ეს ანესთეზია? არის რთული ეხლა? ეს ეხლა